ავარიების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა სტატისტიკა 2025 წელს კიდევ უფრო გაიზარდა. 2024 წელთან შედარებით მონაცემები საგანგაშოა. შემთხვევების ძირითადი ნაწილის მიზეზი სიჩქარის გადაჭარბება, არასწორი მანევრირება და მანქანის ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართვა. გაუარესებულია ქვეითად მოსიარულეთა დაღუპვის მაჩვენებელიც. გაზრდილი ეგრეთ წოდებული სქროლებისა და მოტოციკლეტების მონაწილეობით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობაც. და ის მაშინ, როცა ბოლო წლებში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები არაერთხელ გამკაცრდა. კანონში ცვლილებები გასულ წელსაც შეიტანეს. ინიცირებულია ახალი კანონპროექტიც, რომელიც სხვადასხვა დარღვევაზე, მათ შორის სიჩქარის გადაჭარბებაზე რეგულაციების გამკაცრებას ითვალისწინებს. სფეროს ექსპერტები გამოსავალს უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე სასჯელის გამკაცრებაში და ჯარიმების ვიდეო მონიტორინგის სისტემაზე მიბმა შეხედავენ. ერთ წელიწადში ავტოავარიების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 25 ადამიანით გაიზარდა. თუ 2024 წელს ავარიებს 444 ადამიანი სიცოცხლე ემსხვერპლა, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 469. მონაცემებში, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს, ჩანს, რომ დაღუპულთა შორის დიდი ნაწილი ქვეითია. შემთხვევები კი ყველაზე ხშირად მსუბუქი ავტომობილების მონაწილეობით მოხდა. არის მაგალითები, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მოტოციკლეტები და ეგრეთ წოდებული სქროლებიც ფიგურირებენ. სტატისტიკა აჩვენებს, რომ გაზრდილია დაშავებულთა რაოდენობაც. ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვაანალიზებთ იმ თითოეულ მომხდარ საგზაო შემთხვევას, არსებობს სპეციალური პროგრამა, სადაც აღირიცხება ეს საგზაო შემთხვევები. ხდება მათი გაანალიზება, გამომწვევი მიზეზების შესწავლა და შესაბამისად თითოეული საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა დამუშავებული და წარდგენილი საქართველოს პარლამენტში, კონკრეტულ სტატისტიკას და კონკრეტულ შემთხვევებს ეფუძნება. სტატისტიკის მიხედვით ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევ უმთავრეს მიზეზებს მოხვევის არასწორი მანევრი წარმოადგენს. ასევე ხშირია შემხედრი მოძრაობის ზოლში გადასვლის შემთხვევები, გასწრების წესების დარღვევის, სიჩქარის გადაჭარბების თუ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მანქანის მართვის ფაქტები. შინაგან საქმეთა სამინისტრო ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციისთვის გამოსავალს კანონის გამკაცრებაში და აღსრულების კონტროლის გაძლიერებაში ხედავს. მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის თქმით, ქვეყანაში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ ავტომობილების ჭარბი რაოდენობა რჩება. ქვეყანაში ძალიან არის გაზრდილი მობილობა, 2 მილიონამდე ავტომობილი არის რეგისტრირებული ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან, ასევე წლის განმავლობაში 1,5 მილიონი, 2 მილიონი ავტომობილი დაახლოებით შემოდის საქართველოში და გადაადგილდება, რაც საკმაოდ მაღალი მობილობაა. შესაბამისად, უნებრივია ამას თანსდევს ის სამწუხარო შემთხვევები, რაც არის გზებზე ავტოსაგზაო შემთხვევები, მოქალაქეთა დაშავება, გარდაცვალება. მიმდინარეობს განხილვები საქართველოს პარლამენტში, მათ შორის იგეგმება სიჩქარის გადაჭარბებისთვის განსაზღვრული ჯარიმის გაზრდა, ასევე სხვადასხვა ტიპის ცვლილებები არსებობს, ასევე განხორციელდა გარკვეული ცვლილებები, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებს შეეხება, ასევე სამინისტრო მუდმივ რეჟიმში ახორციელებს გზებზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას, რაც ვიდეო დაჯარიმების მექანიზმების და არსებული საკანონმდებლო ნორმების ეფექტურ აღსრულებას გულისხმობს. უწყების მიერ დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებას არასაკმარისად მიიჩნევენ სფეროს ექსპერტთა ნაწილი. ეკალალიაშვილი ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებაში მოხდეს ცნობიერების ამაღლება და აღსრულების კონტროლი კიდევ უფრო მეტად გამკაცრდეს. ქულათა სისტემის გამკაცრებაზე მიუთითებს დავით მესხიშვილიც. ასევე ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯად ქალაქში გარკვეულ ადგილებში სიჩქარის შეზღუდვას ასახელებს. საჯარიმო სანქციის გაზრდით ეს ვერ მოგვარდება, იმიტომ რომ საჯარიმო სანქციის გაზრდით ვისაც ფინანსური შესაძლებლობა აქვს, ის მაინც იხდის ამ ჯარიმებს და აწვება ეს შემდეგ უფრო ფინანსურად შეჭირებულ ადამიანებს, მაგრამ თუ ქულათა სისტემა მართვის მოწმობის მიედმება, ჩვიან კამერებს მიედმება კონტროლის ავტომატიზირებულ სისტემებს, აი ამ შემთხვევაში უკვე ყველა გათანაბრდება კანონის წინ. პრობლემა გვაქვს კვლავ ავტოსკოლებში, ავტოსკოლების რეფორმა სამწუხაროდ არის არც კი დაწყებულა და გვაქვს სურათი, რომ ავტოსკოლებში ამზადებენ ადამიანებს ისე, რომ მათ შეუძლიათ პრაქტიკულად მოატყუონ თეორიული საგამოცდო პროგრამა და ხრიკებით და კოდირების გზით მომზადებულმა ადამიანმა შეიძლება აიღოს მართვის მოწმობა, რომელმაც არაფერი არ იცის საგზაო მოძრაობის შესახებ. აუცილებელი არის საკანონმდებლო ცვლილებებთან და ინიციატივების გასწვრივ და პარალელურად გქონდეს ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია, რადგან იგივე ის მძღოლები, გზავრები იქნება თუ ქვეითები არიან ის ადამიანები, რომლებიც უნდა შეასრულონ კანონი, მაგრამ ცნობიერების ამაღლებით მათი განწყობა, მათი ქცევა იცვლება უკეთესობისკენ. შესაბამისად, სახელმწიფო დონეზე ძალიან
მნიშვნელოვანი და საჭიროა, რომ მოხდა ეს სტატისტიკაც გვეუბნება, რომ ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები აქტიურად ტარდებოდეს იმისთვის, რომ პრევენცია მოხდეს იმ შემთხვევებისა, რაც დღეს სტატისტიკაში გვაქვს. უკვე რამდენიმე თვეა საკანონმდებლო ორგანოში საგზაო უსაფრთხოების გამკაცრებულ რეგულაციებზე მსჯელობენ. მოძრაობის წესების დარღვევებზე, ჯარიმების გაორმაგებაზე გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა სამინისტრომ ავტოსაგზაო შემთხვევების საგანგაშო სტატისტიკის შემდეგ მიიღო. რის შემდეგაც კანონპროექტი პარლამენტში დარეგისტრირდა. უწყებაში იმედოვნებენ, რომ კანონის სრულად ამოქმედების შემდეგ ქვეყანაში ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი შემცირდება.